მადლობა მეგობრებო, დღეს ჩემი დაბადების დღეა. რა რიცხვია დღეს? 23 სექტემბერი. კი ლოცავდა დაბადების დღეს. მადლობა. გოგოჩი. დღეს აღნიშნოთ ანისიას დაბადების დღეს. რამდენი წლის გახდი? რამდენის? გითხრა რამდენის გახდი? 4-ის. 4 წლის გახდა ანისია. ჩვენ მივდივართ პრინცესების სალონში. ანისიამ უნდა გაიკეთოს სახის წმენდა, მანიკური, პედიკური, მეიქაპი, კიდევ თმა. ძალიან ლამაზად უნდა გაუკეთონ თმა. და მარიკურები. ხო, მანიკურიც უნდა წაუსვან. ფეხზეც, ხელზეც, ხო? ფეხზე უკვე დიდი გოგო გავიზარდე და ფეხზე უნდა წამისვლენ. ქალთევზის თემატიკის დაბადების დღე გვექნება. ტორტს ერთად მოვრთავთ, მე და ანისია. ეხლა წავალთ სალონში, როგორც ვთქვით, ძალიან საყვარელი ადგილია, ბავშვების სალონია, სადაც გოგოები ლამაზდებიან, მანიკური, პედიკური, ფეიშალი, თმა, მაკიაჟი, ყველაფერს უკეთებენ. დაბადების დღეს გადახდაც არის შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ გოგოებისთვის და რადგან ჩვენ ანისიას ბიჭი მეგობრებიც ყავს, გადავწყვიტეთ, რომ ცენტრში გადავიხადოთ დაბადების დღე, ხო? კი. ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? მე. ხომალა რამე ჩემი მეგობარი იქნება? ყველა შენი მეგობარი იქნება. გამარჯობა მეგობრები. და ერთი hello მეგობარი. ერთი hello მეგობარი გეყოლება კი. ანისიამ თავისი მეგობრები დაახარისხა hello მეგობრებად და გამარჯობა მეგობრებად. ქართულ მეგობრებს ეძახის გამარჯობა მეგობრებს, აქაურ მეგობრებს ეძახის hello მეგობრებს და ასევე ბაღს hello ბაღი, გამარჯობა ბაღი. ალა ეს ყუიალები არ მიყვარს. რატო არ გიყვარს? ჩემს შარვალზე ამბობს რომ არ მოსწონს და რა არ მოსწონს ვერ გავიგე. ძალიან ლამაზი ჭრიალა შარვალი ჩავიცვი შენს საპატივსაცემად სხვათა შორის. ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი. აბა რა არის ნახე. ой სამაჯური რა ლამაზია. ნახე რა ლამაზია მოგწონს. რა უნდა უთხრა და? გუში მთელი დღე თვალები მქონდა დასწრებული ტირილისგან. ისეთი ემოციურია ხოლმე ჩემთვის ანისიას დაბადების დღე. როცა ვერ ვწყნარდები ხოლმე მთელი დღე მეტირება და მეორე დღეს უკვე celebrate-ი რო არის და რაღაც გადართული რო არ ამ დეკორაციებზე რაღაცებზე ისე აღარ ვარ რა, ისე ემოციურად და წინა დღეს ძალიან გვიმწყდება ხოლმე რომ ეს იმალა გადის დრო, მახსენდება ყველა წამი რომ დაიბადა და ესე მოკლედ. Què faria? Mira que tak same. Just a little change, small to say the least, but a little scared. Ani გულდაწყვეტილი ზის. არა, მართლა მაინტერესებს ჩვენ ბავშვობაში რა იყო ესეთი რაღაცები. ან შეიძლება იყო და არ იცოდი. მიმალავდი რა. Ever a surprise, ever as before, and ever just as sure as the sun will rise. Wow. Do you want to start looking at the color you want for your toes? აბა რომელი ფერი გინდა და? კი, ძალიან ლამაზია. გულის ჭიას იხარ. ისე დაკლები. ბავშვს გამოვყვები თუ შეიძლება.
ანუ როდის გავიზარდეთ და როდის აღარ არის ეს ჩვენთვის გასართობი ადგილი? არ გავწრდილობთ. არა, ეს ჩვენთვის გასართობი ადგილია. ისევ. მინდა ყველაფერი. ეცრა. ეცეთი რომ მქონოდა ბავშვობაში არ შეიძლებოდა. ან ეცეთი. ან ყველაფერი. კარგ ადგილას მოგიყვანა დედა? ბედნიერი ხარ? Song as old as rhyme. ზამაზია. Ever as before, ever just as sure as the sun will rise. Oh, oh, ზამაზი. tell that soul this time. Soon as old as song. საყვარელი ხარ. Strange, finding you can't change, learning you were wrong. Certain as the sun, certain as the sun, rising in the east, tales old as time, song as old as rhyme, beauty and the მოდი ჩაიხედე კარგად. მოგწავს. You like it? Yeah, I like it more. კოცნა გამომიხსანი. როგორ ხარ? მოგწონს შენი თავი? სალამაზი ხარ და ანისიას დაბადების დღესთან დაკავშირებით ანიმ დაგუპატიჟა ზოოპარკში, drive-thru ზოოპარკში, რომელიც მანქანით უნდა დაათვალიერო და ამ ვლოგში, ხა, ზუში და ამ ვლოგში ჩავსვა მაგ ზოოპარკის კადრებსაც. დამირეკეს და მითხრეს, რომ დეკორაციები უკვე არის მზად და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ერთი სული მაქვს ნახო, ჯერ არ მინახავს. ფოტოები არ გამოგზავნია, არც ვიდეოები. ერთი უსაყვარლესი გოგონა აკეთებს ძალიან ლამაზ დეკორაციებს ნიუ-იორკშიც, ნიუ-ჯერსიშიც, სადაც მოგესურვებათ. მიუთითებ მის საკონტაქტოს, ინსტაგრამს, აქ სადმე და შეგეძლიათ მიწეროთ, დაუკავშირდეთ. მოვედით Wonderland-ში. ხა. აქედან იქნება შესასვლელი. შედიაბა ქალბატონო. Yay! აი დეკორაციები გამოვიდა საოცრება. აი უსაყვარლესია მართლა ზუსტად როგორიც წარმომედგინე არის ისეთი და შეხედოთ უბრალოდ რა ლამაზია. The seaweed is always greener in somebody else's lake. You dream about going up there, but that is a big mistake. Just look at the world around you, right here on the ocean floor. Such wonderful things around you. What more is he looking for? Under the sea, under the sea. დასახმარებლად წამოვიყვანა იდეაში. აუ მე რო შევუჩნდები ადამიანს, აუ მიდი დღეს რა, მიდი კაი რა თქვინა დიეტა და რაღაც. აი ესეთი ლამაზი გამოვიდა. Hello, მოგეწონა აქაურობა? ძალიან ლამაზი ხარ. ბავშვება. გაგანა. სად არის? ამას. დაგვიქნიან ხელი. ანისია. რა ლამაზი ხარ. თამაშობთ?
რა გინდა? He can play the links on the strings, the drum rocking out, the blackfish she sings, the snout and the sprite, they know where it's at, and oh that blowfish blows. მაღაზია. სანაგარი მაღაზია და საყვარელია. აქ არის. აქ არის სახანძრო თახი. ეს არის სამზარეულო? კიდევ რა გვაქვს? ეს არის მშენებლობა, construction. ექიმები ხართ? ექიმები ხართ? რა მაგრად ხტებით? ვაუ! ნელამიდის ხო? იმიტომ რომ შენ მოგწონებოდა, მოგეწონა? ძალიან ლამაზია ხო? შენ ისეთი კარგი ხარ, თვით ხარ ჩემთან რჩები? ვაიმე შენ შემოგვარ. საჩუქრების გახსნის დრო დადგა. დედიკო, ჯერ ერთი გახსენი, ხო? რა მაგარია, მიკროფონია და შეგიძლია აქ იმღერო. ძალიან მაგარია. რა საყვარელია, შენი კავის ფერი. მოგწონს? მეც ძალიან მომწონს. სალამაზია. ეს რა საყვარელია, დაისონის თმის ნაკრები. ეს გიყიდა ნანიკო, მიცი? ესაც რა ლამაზი სარკეა და თუნია. ანათებს და განათებს. ხო, და შეგიძლია მაკიაჟი გაიკეთო ხოლმე. ეს ალბათ ვაუ! მაკიაჟი ზოგადები მათი. ნახე მაკიაჟი და თან შიგნით სავარცხელიც არის, თმის სამაგრები, მაკიაჟი, ფუნჯები. და ლაზერე. მართლა და ლაზერემ დაგიხადეს. რა საყვარელია. ნახე რა ლამაზია. რა ლამაზად გექნება. ეცენი ნახე და რა ლამაზი კაბა. ნახე და როგორი ჯინსია. ანისიას ჯერ აქამდე სამზარეულო არ ქონია და ეხლა იქნება ძალიან დიდი სამზარეულო. ძალიან გაგვახარეთ, მეც ძალიან გახარებული ვარ. ანისია ხო ას მაგათ გახარებულია და სულ ესეთი გახარებულები იყავით თქვენც. მადლობა მამაიათვის და ბაბუს.
ეხლა ცოტას ვითამაშებთ, გავუხსნით სათამაშოებს და ხვალიდან გავაგრძელებთ ვიდეოს. დღევანდელი ვლოგი იქნება მანქანიდან. მივდივართ drive-thru ზოოპარკში. მანქანიდან უნდა დავათვალიეროთ ცხოველები. ლუქს გადავხადოთ, თავი ჩამოყონ, ვაჭამოთ, მოვეფეროთ და მოკლედ არ ვიცი, როგორი თავგადასავლებიც გვექნება, ვნახავთ. ჩემთან ერთად არიან წარმოდგენილი ანი. დავიწყები იუთუბერი. ერთი კინკილა ვიდეო მაგ დადებული მეგობრებო. ხო, მაგრამ ძალიან კაი. ქალბატონი ანისია უკან. რაც ჩამოვედი ამერიკაში, მინდა მაგ ზოოპარკში წასვლა, Six Flags-შია და ვერასოდეს ვერ მოვაბი თავი. და ანი მესე უცებ დაგპატიჟა, მე და ანისია წავედით, უნდა წაგიყვანოთ. მე პირადად ყველაზე მეტად მინდა რომ ვნახო ჟირაფები. და ნეტა გვაქვს უფლება რომ ვაჭამოთ. ეგ ვიკითხოთ. ვერ წავიყვანე ალადინი რომ ვანახო ბროდვეის შოუზე. თუდის კითხარი დავიწყე. როგორ არ გითხარი? რო წავენ მაშინ თან საქართველოში იყავი, მე რო ვიყავი ბროდვეის შოუზე. ფოტოები დავდე და ეგრე ვაიმე როგორც კი ჩამოვალა წავიდეთო და იმის რა გავიდა ორი სიზმრა. და აყვე ხა მესიჯებს. შენ იყავი იმის მე რა ჩვენ ერთად ვიყავით წასული ბროდვეის შოუზე? იქამდე ვიყავი. მე ხო წავედით მეგო ბროდვეის შოუზე. მე რა წავედით ის Great Gatsby-ს ვუყურეთ. აუ რა დებილობა იყო. აუ როგორ დავიღალ. I've been meaning to help you, dude. You ain't never had a friend like me. Oh, with the big part. დაგინახე მაშინ მივხვდი რა კაიდია ცხოვრება. საყვარელი აღარ მახსოვს. შენთან ერთად დავიყენე ნაირფერი გემრიელი ოცნება. რა არა. პოლიცი. ჩვენთან არა აქვს საქმე, ჩვენ უწყინარი ხალხი ვართ. ანუ პოლიცია გვისიგნალებდა რა გაგვატარეთ და ჩვენ თხავენახი შეჭამა. კამერა, ნახე როგორ აპრაქციონებს ყოფილა. ჩაჩოქშავენ? რაღაც სიტუაცია შეიცვალა თურმე მანქანებით, ანუ საკუთარი მანქანებით აღარ ვიქნებით, აღარ დადიან თურმე და ესე სპეციალური ტრაქები ყავთ. ნამდვილ საფარიში, როგორც არის ზუსტად ისეთი და იმით დაგვათვალიერებინებენ. პატარა ბავშვი უთრა მიხარია ვინმე მეხსნეს. გამოცანა პირველი მიხვდით როგორი ტემპერატურა გარეთ. ჩემი ჩაცმულობით და მერე ნათიასი. ძალიან ბევრი რაღაცაა შეცვლილი. მე როცა ვიყავი დაახლოებით ან 2 ან 3 წლის, მე მგონი უფრო 3 წლის წინ, იქ მანქანით შეგეძლო შესვლა და შენი თათვარიერებდი. და ეხლა პარკინგზე გაგვაჩერებინეს აკრძალულიაო. ძალიან უცნაური ამინდია, ცოტა გრილასავით და მაინც გადავწყვიტე რომ წავიღო. გაიწია დედიკო? ჩვენი მოსაცილები რა. იქ არ შეგვცილდეს. ნახე! ჰაი! შეხედე! This is my friend Beetlejuice. Do you want to touch? No. If you want, you can just 2 fingers down her back like that. ვაიმე რა სასიზღრობა. აო. You want to touch? მიდი. პირველად ვეხე. მიდი. ანუ რო Go take out just 2 fingers like that. ორი ციცია. შეახე, მიდი. მიდი. See, her scales are made of the same material. You can touch too. აი, დიდებსაც როგორ უხარიათ გართობა პატარებივით. პატარა ბავშვი ყავს წამოყვანილი. მე თქვა რა აღარ. და You got a row 6. row 6 წამო. Numbers on it.
სირაკლემა, აქეთაც. შეხედი დედები არიან და პატარები, შეხედი ყველები არიან. აქეთაც დე. შეხედე. ვაუ. რა ხელოსნოები არიან. აქ არის ძალიან საყვარელი საფარის სასტუმრო, ესე ქვია. რაღაც კარვებივით არის და ხო და ჟირაფები მოდიან დილით, მაგრამ ძალიან ძვირი ყირდა რომ ნახე და აი ეს კარვები. ხო, ანუ აქ მოდიან ჟირაფები, მაგრამ დილით და საღამოს რაღაც გასაზღვრული საათები აქვს და შეუძლიათ ჭამონ პირდაპირ აივნიდან და ძალიან ისეთია, ძალიან საყვარელია. ნახე, პატარა ყავთ დე, შეხედე. აუ, ლაჯაკოლელია. საყვარელია. რა მხელები არიან ეს? ყავისფერი და თვები. ეს ხორლები არიან, შეხედა. ანუ როგორ პედალ? ჩვენს ტერიტორიაზე რატო შემოიჭერით? შორის ეხლა თქვეს, რომ როცა ესე არიან ბუნებრივ პირობებში გაშვებული, უფრო ნაკლებ ხანს ცოცხლობენო და როცა ესეულიან, ბევრად მეტ ხანს ცოცხლობენო და ეს ვებხვები, რომელიც აქ არიან, დაახლოებით 25 წლის არიან. ხო და მაგიტომ ვამბობდი, რა ძალიან კარგი მოვლა აქვს, სამედიცინო შემოწმებები, მკურნალობა, არაფერი არ აკლიათ საერთოდ და აი ესეთ გარემოში როცა არიან, ხო? საერთოდ არ მაქვს მე რაღაც შეცდომების განცდა, მაგრამ მაინც ვისაც გააქვთ მაგაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა, მაგასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ აქ როგორც ვიცი, ხალხი სპეციალურად მიდის, როგორც ქველმოქმედება, ისე აღიქვამენ, რომ ამდენი ცხოველი გამოკვებონ და მოვლილები იყვნენ და ასე შემდეგ. მოგეწონა პატარა. და მე უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე არის. კი, და მე. ანუ მობეზრდა და ტელეფონი გამომართვა და თამაშობს. ორივე ჟირაფები მაინტერესებდა ნახეთ და ხო. დამთავრდა დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა ეს ტური. ძალიან კაი იყო, მართლა ძალიან კაი იყო. ეხლა გვინდა რომ ამ მანქანებთან, ამ ტრაქებთან გადავიღოთ სურათი, თუ მოგცემენ უფლებას. ბუ მის უდიდებულესობა, რომელზეც ერთი თვალი აქ დახუჭულია, ეს ეთყობა თვლემაა. ერთი თვალი. ძალიან ცუდად მიყურებს და რამე პრეტენზია თუ გაგაჩნია ცხოვრებაში პირდაპირ. აი. 360 გრადუსით. რანა ანუ, კიო კადრისა გოგო. მისწერება მოტრიალდა თავი. ანუ მიტრიალდა ტიპი ჩვეულებრივად. ეს რა საყვარელი, ანუ მომღიმარი კუკაბურა ქვია და შუგურია, იღიმის. ეკეთილი შენ ხარ და მე ის ბუვა როსერობს.